ახალგაზრდა მე ვარ ამ პროექტის ხარდასაჭერად შეიქმნა ქვე-პროექტი მშვიდობის ელჩი მომავალი თაობისთვის, სადაც გაწევრიანებული არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალბატონები, რომელიც თავიანთი საქმიანობით და ჩართულობით მომავალ თაობასთან მშვიდობიანი მესიჯებით მიტანით გამოირჩევიან, ქვეყანა იღებს იმას, რასაც ხალხი ერჩევს. ამიტომ სახელმწიფოებრივი მიდგომა და მომავალ თაობამდე სწორი მესიჯების მიტანა არის აზრი, რომელიც ქალბატონებს და ამ ქალთა ორგანიზაციებს განსაკუთრებულად მიაჩნიათ და მშვიდობის ელჩების პირდაპირ მოვალეობა იმ სტატუსისა, რომელსაც ეს ქალბატონები ატარებენ და ეს ქალბატონები დარბაზში შეხედან ახლა და მოდიდეს ქალბატონებთან არაჩვეულებრივი ქალბატონები. ამ მომავალ დღევანდელი საღამოს ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია თაობა 21 საქართველოს და მისი ხელმძღვანელი ქალბატონი შორენა ჯავაშვილი. ქალთა კლუბის მშვიდობის ელჩების კოორდინატორს და ამ საღამოს ერთ-ერთ სულის ჩამდგმელს ორგანიზატორს ქალბატონ ნათია პეიქრიშვილს. ასევე მადლობა უნდა გადავუხდეთ მონიზების თანაორგანიზატორ ბატონ გიორგი გორდაძეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენს მშვიდობის ელჩების წარმომადგენლებს, რუსთავის წარმომადგენლებს, აქტიურ და მშვენიერ ქალბატონებს, ქალბატონ ფათი ყურუსიძეს და მაკაც საბუთაშვილს. აბაში საპატიო მოქალაქეს უნიჭიერეს ექიმს და ძალიან კარგ ადამიანს ქალბატონ ნანა შენგელიას, რომელსაც მხოლოდ მაგომძანდეს. ქალბატონი ნანა გახლავთ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, აბაში საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, პერსონალურია 22 გამარჯვებული, პროფესორ სამსი აბაშის საერთაშორისო მედიცინის სერვისის დამფუძნებელი, დირექტორი ექიმი და ბიზნეს ეთიკების კავშირის საქართველოს საორგანიზაციო კომიტეტის სამსის დაჯილდოებული ჯანდაცვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალური მოვალეობის ხსნისთვის და კომპანიის ეფექტური მანაგემენტის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს წინაშე დგომა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტის ხელმძღვანელებს და ყველაფერთვის მადლობა ამ პროექტის ხელმძღვანელებს, რასაც აკეთებენ. სამეგრელო შოგი მანძილია და ახორია თოდით თოვში, მაგრამ დიდი სურვილი თქვენთან შეხვედრის, რომ კიდე ერთხელ და კიდე მრავალჯერ გავიხსენოთ აფხაზეთი, ჩვენი გულის ტკივილი, ჩვენი ფიქრი, ჩვენი დარდი და ოცნება და ჩვენი მომავალი. ძალიან ბევრმა დრომ ჩაიარა. ვიხსენეთ იმ ძიმე დღეს, იმ გვერდს, რომელსაც თავი შესწირეს ტერიტორიული მთლიანობის შესაძლებლად. მაგრამ გაიკარგა აფხაზეთი. ეგურს მიღმა სხვანაირად თენდება და სხვანაირად ხამდება. ძველი დროის ტკივილმა და ტრამვამ ტერიტორიული მთლიანობა და მონატრებული აფხაზეთის დაბრუნების საკითხი დაუძლებელად არ დარჩა დღემდე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ჩვენ და ჩვენ მომავალ თაობებს, ჩვენს ახალგაზრდებს შევახსენოთ და არ დავავიწყოთ ის გზები, რომლებიც ბოლომდე სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდნენ ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. ჩვენ მშვიდობის ელჩებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალიან დიდი წვლილი შევიტანოთ ამ დიდ საქმეში, მშვიდობით, მხოლოდ მშვიდობით დავიქროთ აფხაზეთი, აქტივობა ურთიერთობები, საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება, ტერიტორიულად და ეკონომიკურად და არავინ და არასდროს არ დავიწყებული. დიდება ჩვენ გვერდს, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ასაკობრივი მადლობა მოგებთ. შულს, რომელიც ვიცით, რომ ახლა პარტნიორშიპის ქალბატონ შორენა კინწურაშვილს, რომელიც პროექტის დაარსების დღიდან მხარდამჭერია, ქალბატონებს ელისო ოსეფაშვილს, განსაკუთრებულ ქალბატონს, აპლოდისმენტები ქალბატონებს, ქალბატონ ნოშონია მაისურაძის და ყველა ქალბატონს აქტიურად ჩართული ამ პროექტის განვითარებაში. ჩემო ბატონო, მე ვიცი, რომ გამომწანებული იყო დღეს ქალაქის მერი ქალბატონი მინოლა ცაბიძე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მოუწია გეგმების შეცვლა, თუმცა დიდი მადლობა ქალბატონებს გვერდში თქვენს. აქ იმყოფება ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის
შემცველის მოადგილე ბატონი ანზორ მეგრელიშვილი, მადლობა მას. ასევე განსაკუთრებული მადლობა სტუდენტურ პარლამენტს, სადაც უნდა მოვიწვევთ ახალგაზრდა პოეტი, საკრებულოს წევრი ბატონი ამირა ჯანჭყავა. ოთარ ჭილაძე ყოველთვის ასოციაცია ჩემთვის. მისი ყველაზე სურნელოვანი ფრაზა მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც შევიდებით არ გამითმია. ნამდვილად ჩვენ არაფერი არ გამითმია, ამდენად არაფერი არ დაგაკარგოს. ყოველთვის მახსენდება აფხაზური კანტატა შოთა ნიშნიანიძე, სადაც პოეტი საოცრად ამბობს ერთ ცას, ერთ ჰაერს, როგორც უნდა რომ ვაფასებთ, ერთი მამალი აღვიძებდა, ოდის აფხაზეთს, აფხაზეთო, ბევრი, კარგი მოყმის გამძლეო, ამორძალი ხარ, მკერდ მოჭრები, უსაქართლო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ისტორიული მეხსიერების ორგანიზმი, ჩვენი ისტორიული სულის მოძრაობის ერთიანობა აფხაზეთი. ამბობდა ერთი ძალიან კარგი ავტორი, ეგზიუპერი, რომ ყველა ჩვენგანი ბავშვობიდან მოვდივართ. ჩემი ბავშვობა სამწუხაროდ იქ დარჩა იქ, სადაც დედის იმ ემოციაში ჩაიბეჭდა. გაგრა ასე ქვია ჩემს ლექს, რომელიც მე დედას მიუძღვენი. და ახლა დაგიზიარებ, თუმცა იქამდე მინდა ვთქვა, რომ აქ გაჟღერდა ძალიან ხშირად სიტყვა სამშობლო. ყველაზე ცოცხალი სიტყვა, რომელიც სამწუხაროდ სამეთყოლო ლექსიკიდან განიდევნა და მე მიხარია, რომ დღეს ეს სიტყვა ხშირად გაჟღერდა, იმიტომ რომ აქ მოაზრებულია სამი მშობელი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია და უპირატესი და უწინარესი ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო. ახლა კიდეც ზღვაზე ტალღების მოლურჯო პლისე, ცაზე ღრუბლების ფარდების სადა, ბავშვობა ახლაც იქიცდის ისევ, სულს ვატოლებდით ერთმანეთს სადაც, პალმების ფრთები გვეფინა მხრებზე, ჩვენ ვაპირებდით ერთად გაფრენას, გზნობრივ ქალაქში ხეები ხმება, სულს ვერ იშრობენ მზეშიც აფრები, სულზე ვიმაგრებ ლექსიან მჭიდებს და ცას ვუმიზნებ, ციდან რომ გაქრა სენი, ბავშვობა რომელიც მჭირდა, დიაგნოზიკის სოხუმი გაგრა, სამყაროს მიმართ შედგენილ სარჩელს უფრო გავს, ვიდრე სიგიჟის მოტივს, სადვარ გაგიხობ მე სულის სარჩულ ზღვას, გამოყევი შენ ოღონდ მოდი, კერძე მიბნეულ ამ ზიან ფოთოლს, ვიცი შემორჩა ნამი იმ ღრუბლის, ვერ გადაღებულ დავსტირი ფოტოს და მამაჩემის ნაუჭებს შუბლის, ზღვაზე ტალღების მოლურჯო პლისე, მორჩა, შეხოცდა, სიზმრებშიც გაქრა, დიაგნოზია უცვლელი ისევ, ჯერ უკურნებელ სენსორზე გაგრას, ერთია თავისუფალ ძლიერ და მართლმადიდებელ სამშობლოს, ჩვენ საქართველოს გავლენას. მოგესალმებით სულ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს მობრძანებისთვის, ჩვენს ახალგაზრდებს პირველ რიგში, რომლებმაც ჩვენს გვერდით დგომა ისურვეს, ჩვენი ვეტერანების გვერდით დგომა ისურვეს, თითოეულ რუსთავებს, იმ სიყვარულისთვის, იმ ენერგიისთვის, იმ გულისთვის, რაც დღეს თქვენ აქ მოიტანეთ. თქვენ თითოეულ ახალგაზრდებო, თქვენ ხართ ჩვენი იმედი და ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ თქვენთვის, რომ თქვენ იცოდეთ უმთავრესი, რომ თქვენს გვერდით დადიან გმირები, ეს ადამიანები და ამ ადამიანებმა დღევანდელი დღე ის რომ დღეს ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, ამათ ოფლზე, ამათ სისხლზე და ამათ ბრძოლაზე დგას. მადლობას მოგახსენებთ მოგზაურებისთვის და მადლობას მინდა გადავუხადო ბატონ ნიკას იმ სიყვარულისთვის, რა სიყვარულიც მას აქვს ამ პროექტის მიმართ და იმ დიდი სიყვარულისთვის, რასაც აკეთებს ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა.